ახალციხის საავადმყოფოს მეტპერსონალმა საპროტესტო აქცია მფლობელის წინააღმდეგ გამართა. მედიკოსები ალდაგის შვილობილი კომპანიისაგან შრომის ნორმალურ ანაზღაურებას, პაციენტთა მომსახურების პირობების გაუმჯობესებასა და მედიკამენტებით დროულად მომარაგებას მოითხოვენ. მათი თქმით, სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა კრიზისულია, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დანარჩენ პრობლემებთან ერთად შესაძლოა საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც დაემუქროს. ექიმები ხელისუფლებისაგან არსებული ვითარების შესწავლასა და რეაგირებას ითხოვენ. ის რაც არის უმაღლესი თვითონ მიაქვს შემოსავალი არც ექიმს არც სანიტარს ადამიანად ართულიან ეს ერთი. მეორე დაგტოვეს ერთი ანტიბიოტიკის ისი ძალიან როგითხრათ იაფასიანი 80 ტეტრიანი რომელიც შეიძლება ერთ პიროვნებასთან კი წავიდეს მეორესთან ორსულთან იმასთან ვერ ვიხმავროთ. სამედიცინო ცენტრში პრობლემები იმ პერიოდში დაიწყო, როცა დაწესებულება ალდაგი BCI-ის შვილობილმა კომპანიამ. ჩემი ოჯახის კლინიკა 2012 წლის ოქტომბრის თვეში სახელმწიფოსაგან ერთლარად შეისყიდა. ამის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობის ფასები 4-ჯერ გაძვირდა. ექიმებისა და ექთნების ხელფას საარსებო მინიმუმი ბევრად აღემატება. უნიმედის სამცხეს თანამშრომელთა საშუალო ანაზღაურება 25-დან 80 ლარამდე მერყეობს. დღეს არის ასაცილო, რომ ადამიანი ამუშავო 50 და 25 ლარზე. როცა საცხოვრებელი მინიმუმი უთანავდება მგონი 230 ლარს. ყველა ეტაპზე პარლამენტი, სამინისტრო, ბატონ ბიზნეს გვინდა მივაწვდინოთ ხმა, რომ არ გამოვა ესე ერთ ლარად ნაჩუქარი საავადმყოფოდან, პლუს იმის მერე რომ რაღაცა ინვესტიცია არაფერი არ იდება, აბსოლუტურად არაფერი არ გიხდება. მედიკოსები სამედიცინო ცენტრში მედიკამენტების ხარისხსა და მომარაგების პერიოდულობას უჩივიან. ექიმთა მტკიცებით ხშირ შემთხვევაში საავადმყოფოში წამლების საერთოდ არ არის. შექმნილი პრობლემებისა და გაძვირებული მომსახურების გამო შემცირდა პაციენტების რაოდენობა. მოსახლეობა მომატებული ტარიფების გამო სამედიცინო ცენტრში მკურნალობას ვერ ახერხებს. ფასებია მიუწვდომელი, რომელსაც ვყიდულობ, რომელსაც არ ვანებებ თავს. მეტი არაფერი. ძალიან ცუდი პირობებია მედიცინაში. რა ამისთვის შეისყიდა ალდაგმა რომ პაციენტის დაეღუპა და ექიმების. სამედიცინო ცენტრში დასაქმებულებისა და დამსაქმებლის ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამის გამო 17 ექიმს ამ დრომდე ხელი არ მოუწერია ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისინი შრომის ანაზღაურებას ახალი საკონტრაქტო პირობით აიღებდნენ, რაც ხელფასების გაცემის სხვადასხვა კრიტერიუმს მოიცავს. ექიმები საქმის გაგრძელებას და საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლას სასამართლოში აპირებენ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ისევ ან მუნიციპალიტეტს დავუვირდეს, აქ რაიონში უნდა იყოს ერთი კლინიკური საავადმყოფო ისეთი, რომლებიც იქნება უფასო და თუ მათ სურთ, რომ კონდეთ საავადმყოფო საკუთარი და ფასიანი საავადმყოფო გააკეთოთ, გახსნან ახალი ბატონი ცალკე, გინდა ერთლარად, გინდა 100 ლარად. ეს ჩვენი საქმე არა და ჩვენ თავი დაგვანებოთ. დავით მაისურაძე უნიმედის სამცხეს მენეჯერის თანამდებობაზე გასული წლის 15 ოქტომბერს დაინიშნა. დღეს ის სამედიცინო ცენტრის მფლობელმა ოფიციალური ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. რა მიზეზით შეცვალეს, ახლა უკვე ყოფილი მენეჯერი მისთვის უცნობია. მე გახდით ჩემი ოჯახის კლინიკის შვილობილი კომპანიის უნიმედის სამცხის მიერ დაქირავებული ახალციხის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი 15 ოქტომბრიდან 5 თებერვლამდე. დღეს წარმომიდგინეს ბრძანება, რომელზეც ხელი მოუწერე, რომ გავეცანი და დღეიდან აღარა ვარ მენეჯერი. დავრჩი ყელყურცვირის ექიმად. დავით მაისურაძე საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოსტზე 9 წლის განმავლობაში მუშაობდა. დღეიდან კი ახალციხის სამედიცინო ცენტრს ბორჯომის საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი ლადო გელაშვილი უხელმძღვანელებს. სამომავლო გეგმებსა და სამედიცინო ცენტრში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით არც ახალი მენეჯერი და არც მფლობელის ჩემი ოჯახის კლინიკის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. ახლა დანიშნულმა მენეჯერმა მეცხრე მფლობელის პრესამსახურთან გადაამისამართა. მან კი კითხვის შინაარსის გაცნობის შემდეგ აპირებს თუ არა ჩემი ოჯახის კლინიკა მეტპერსონალის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოგვიანებით მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა. არ გააკეთებს ახალი მენეჯერი ამ საკითხზე კომენტარს. უკომენტაროდ გაუშვის სიუჟეტი.